გადაცემა კრიტიკული აზრი მეორე ნაწილით გიბრუნდებათ ძვირფასო ტელემაყურებლებო და მე მინდა მივესალმო იმ მაყურებელს, რომელიც ეხლა შემოგვიერთდა. გიორგი, ისევ ხაზზე ხარ? გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა. წინა გადაცემაში თითქმის ყველა იმ საფრთხეებს შევეხეთ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ და უფრო ესე ვთქვათ ვრცლად ვისაუბროთ კონკრეტულად ამ საფრთხეებზე. ზოგადად ჩვენთვის ახლა ყველაზე ისეთი ესე ვთქვათ საშიში და ის მოსალოდნელი საფრთხე რაც არის, საფრთხეები, ეს არის პროდუქტზე ფასების აწევა, რომელიც ძალიან საგრძნობლად დაარტყავს მოსახლეობის ჯიბეებს, ხო? და რაც კიდე არანაკლები საფრთხეა, ეს არის ტოლვილების, ანუ დევნილების შემოსვლა საქართველოში, მათი რაოდენობა, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია ახლა გავთვალოთ, კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ წინა გადაცემაში მე და შენ ამაზე ვისაუბრეთ, ჩვენ ვერ გავთვლით, იმიტომ რომ ის ინფორმაცია, რაც მე და შენ გვაქვს, ბუნებრივი არ არის საკმარისი, რომ ანალიზი გავაკეთოთ, მაგრამ ის ინფორმაცია და ის საშუალებები, რაც აქვს ხელისუფლებას, მათი ანალიტიკური სამსახური უნდა დებდეს დასკვნას, თუ რა საფრთხეს შეიძლება ველოდებოდეთ. და ასევე მე შევეხე ევროპასთან დაკავშირებულ იმ საკითხს, რომელიც ადრე არ გვაწუხებდა, როდესაც კარგი ურთიერთობა გქონდა ევროპასთან, მაგრამ ეხლა ნამდვილად შეგვაწუხებს. ეს არის ტოლვილის საფასური. ადრე, როდესაც შემოდიოდა და ჩვენ ვიღებდით ამ ტოლვილებს, ჩვენ კონკრეტული ხელშეკრულებით ვიყავით დაკავშირებულები ევროპასთან და ევროპა ჩვენთან და თვითონ ტოლვილში ის გვიხდიდა კონკრეტულ საფასურს. დღეს რა მოხდება? იმიტომ რომ დღეს მე არ ამგონია, რომ ევროპამ მაგალითად გადაგვიხადოს ის საფასური, რომელსაც უნდა უხდიდეს ნებისმიერ ქვეყანას ტოლვილში, თუ კი ის ხელშეკრულებით არის, ხო, დაკავშირებული. ეხლა რადგან ჩვენ გამოვედით ძალიან ბევრი ხელშეკრულებიდან, ალბათ ევროპაც ჩათვლის, რომ არ უნდა გადაგვიხადოს არაფერი და თუ აქ შემოვა ძალიან ბევრი დევნილი ირანიდან, რითი შევინახავთ ან როგორ შევინახავთ? როგორ ფიქრობ, ვინ დაგვეხმარება? არაბეთის ქვეყნები, როგორ ფიქრობ ახლა? არა მგონია არაბეთის ქვეყნები ჩვენ და არა, არც არაბთა ლიგა არ დაგვეხმარება, ჩვენ შესაძლებელია ძალიან ცოტა დაფინანსება მივიღოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტოლვილთა კომიტეტიდან, მაგრამ არა ის, რასაც ჩვენ ვიღებდით ევროკავშირიდან და ევროპული გაერთიანების დახმარების ფონდებიდან. ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ ევროპასთან გაგვეფუჭებინა საქმე და მიგვეღო ის რაც მივიღეთ თავისი სულერული პოლიტიკა. ეს გასაგებია, მაგრამ აი ზოგადად შენ რას ფიქრობ, რამდენი ტოლვილის მიღება შეგვიძლია? გიორგი, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, ჩვენ დიდი მივიღოთ ის ტოლვილების ნაკადი, ვინც არის ჩვენი ფერეიდანელი ქართველები, ხო? იმაზე მეტი ჩვენ აი არ შეგვიძლია, ტერიტორიულად არ შეგვიძლია, აი ყველაფერს თავი დაანებო, ტერიტორიულად არ შეგვიძლია, აი ასიმილაციის პრობლემასაც თავი დაანებო, ჩვენი კულტურული ტრადიციების და ასე შემდეგ საფრთხეებს, უცხო კულტურის ექსპანსიას და ავიცი უცხო ტრადიციების ექსპანსიას და აი ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩვენ არა ვართ ახლა გერმანიის ან საფრანგეთის ხელა ეს რა ქვია, ან ესპანეთის ან პორტუგალიის ხელა ქვეყანა, თუნდაც იტალიის ხელა ქვეყანა, თუნდაც პოლონეთის ხელა ქვეყანა, რომ ჩვენ ესე ხელაღებით ავიღოთ და მივიღოთ ესა რა ქვია, ტოლვილები ჩვენ ვარ დაახლოებით ესტონეთის ან ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყნის თანაბარი ქვეყანა, ხო, ახლა წარმოუდგენელია ჩვენთვის ასეთი დიდი რაოდენობის ტოლვილების მიღება. მე არ ვიცი ახლა სხვა ქვეყნებში ვერ ჩავერევი ჩვენ მეზობელი ქვეყნებს ემაში, რა ქვია, პოლიტიკაში, მაგრამ ჩვენ თავზე ვილაპარაკოთ, ჩვენ არ შეგვიძლია ძალიან ბევრი 300,000 ტოლვილი ყავს აფხაზეთიდან, რომელთვისაც ჩვენ ვერ მიგვიხედია 30 წელზე მეტია და ახლა რომელ ტოლვილებზე ვლაპარაკობთ ახლა? კარგი, მოდი ახლა მაყურებელმა არ იფიქროს, რომ ჩვენ მაინც და მაინც
ერთი მიმართულებით ვცდილობთ რომ დავანახოთ ის რეალობა რომელიც არსებობს. მეორე მიმართულებაც დავანახოთ გიორგი, ეს არის ის რომ ვინ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში, ვთქვათ, დაეცა რეჟიმი ირანში. პირიქით, ხო? ანუ წესით, პირიქით აქედან უნდა ჩავიდნენ ირანში და უნდა იზეიმონ, ვინაიდან რეჟიმს გამოქცეულები არიან. თუ რეჟიმი დაეცა, მათ არაფერი არ ემუქრება და რატო უნდა გაიქცნენ ირანიდან, ხო? ანუ წესით ეს იმ შემთხვევაში ვთქვა, თუ რეჟიმი დაეცა. თუ შენ ფიქრობ, რომ მაინც მოხდება დიდი რაოდენობის ტოლვილების შემოსვლა საქართველოში, მიუხედავად იმისა, დაეცემა რეჟიმი ბოლომდე თუ არ დაეცემა და სანამ ამ კითხვაზე პასუხს გამცემ, ზარს უპასუხოთ, გიორგი. კი ბატონო. გისმენთ? ისაუბრეთ, გისმენთ? ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით, ისაუბრეთ. ალა დროშად ერთი მოგზაურობრივი შეკითხვა მაქვს. თუ სურვილი და შესაძლებლობა გააქვთ, მოხდეს დაინტერესებული ადამიანების შესაძლებლად თქვენთან, თქვენს მიერ დაფულ დროსა და სივრცეში. ეს არის ძირითადი შეკითხვა. დაპასუხებთ. ვერ გავიგე, კიდევ ერთხელ თუ შეიძლება? გაიმეორეთ, მეც ვერ გავიგე. სურვილი და შესაძლებლობა გააქვთ, მოხდეს დაინტერესებული ადამიანების შესაძლებლად თქვენთან, თქვენს მიერ დაფულ დროსა და სივრცეში. რა პრობლემა ეგ არის? თუ გვაქვს სურვილი, რომ მოხდეს ადამიანების შეკრება, ხო, რა, ვისაც სურვილი აქვს თქვენის მხრიდან, იგივე თქვათ, ჩემ თავზე ლაპარაკობს, სხვა უნდა ალბათ თქვენთან ურთიერთობა. აი ფიზიკური შეხედა და ის ცოტა გავშალოთ თემა. ანუ თქვენ გინდათ ჩვენთან შეხვედრა? კი ბატონო, რა პრობლემაა? როდის იყო ჩვენ უარს ვამბობდით? ხო და როგორ უნდა მოხდეს ეს მე ახლა დაატოვეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, ანუ ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ჩაიწერს ტელეფონის ნომერს და მე დაგიკავშირდებით და შევთანხმდებით, სად შევხვდებით, როდის შევხვდებით და რანაირად. კარგით? გესმით ჩემი? ობიექტივს აი ახლა ტექნიკური ჯგუფი ჩაიწერს თქვენს ტელეფონის ნომერს. აჰა, უჩერდოთ, ხო, ჩაიწერს. კი ბატონო. კი ბატონო. და დაგიკავშირდებით. კეთილი, კარგი. ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო. აი ხარეთ. კარგი. კი ბატონო. კარგი. გიორგი. ვინ შემოვა? ორივე მხარე განვიხილოთ, ვინ შემოვა, ანუ ანტი ესა რა ქვია ხელისუფლებო წარმომადგენლები ორივე შემთხვევა დაეცა რეჟიმი და არ დაეცა რეჟიმი. კი. ორივე შემთხვევაში საფრთხე ერთნაირია, გიორგი. განსაკუთრებით საფრთხე არის თუ დაეცა რეჟიმი და ვინ წამოვა, ვინ გამოიქცევა, იმ რეჟიმის მომხრეები გამოიქცევიან, რომელიც 90 მილიონიანია, სადღაც 90 მილიონიანი ქვეყანა არის ირანი, ხო? აი სადღაც 4 მილიონიც რო ყავდეს εμას, რა ქვია, ამ რეჟიმს დასაყრდენი და ხარდამჭერი, რომელიც აი უპირობოდ პროაიათოლისტები არიან და საკმაოდ ახლა მე ყველაზე დაბალ ციფრს ვამბობ პროაიათოლისტების, იქ ძალიან დიდი პრობლემა იქნება უკვე ამ ადამიანების ჩვენთან შემოსვლის თავისი კულტურით და თავისი ტრადიციებით და თავისი მიმართულებებით, ხო? ახლა კრიმინალები არიანო ვერ იტყვი ამაზე, ახლა მაგრამ სულ სხვა კულტურა და სულ სხვა ცივილიზაცია შემოვა, გიორგი, ეს გავიგე. სხვა კითხვა დავსვი. აი რატო უნდა წამოვიდნენ მაგალითად რამ შეიძლება განაპირობოს მათი გამოქცევა მანდიდან, იმიტომ რომ თუ რეჟიმი დაეცა, ესე იგი მოვა მეტად დემოკრატიული რეჟიმი, ხო ასეა, რომელიც არ დაიწყებს მათ დევნას და რატო მოუწევთ გაქცევა? იცი რა არის, არ არსებობს დაცემული რეჟიმი, რომლის წარმომადგენლებს თავისი შიში მაინც არ კონდეთ, თავისი ჩადენილი დანაშაულის ახლა ციხეში წასვლა არავის მე ამაში გეთანხმები, მაგრამ აქ 4 მილიონზე ხო არ მიდის საუბარი. აქ მიდის მხოლოდ და მხოლოდ ელიტაზე და იმ, ესე ვთქვათ, გენერლებზე თუ პოლკოვნიკებზე, რომლებიც
პირადად მონაწილეობდნენ ადამიანების დახვრეტებში და ასე შემდეგ და გასცემდნენ ბრძანებებს, მაგრამ არც თუ ისე ცოტა რაოდენობაა, გიორგი, ბასიჯი ყავთ ძალიან დიდი, იმის რა ქვია, ირანის მცველები კი, საკმაოდ დიდ ციფრზე ადის ეს ყველაფერი, ამიტომ ჩვენ საფრთხე ნებისმიერ შემთხვევაში ვდგევართ საფრთხის წინაშე. აი კიდევ ვამბობ, ჩვენ არა ვართ, ჩვენ შეიძლება ვიყოთ გამტარი ქვეყანა, მაგრამ არ შეიძლება ვიყოთ მიმღები ქვეყანა, ხო? აი იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ აი საერთაშორისო ორგანიზაციებთან უკვე უნდა ვმუშაობდეთ, რომლებიც ემიგრაცია და აი ტოლვილების საკითხებით არიან, ესა რა ქვია, დაკავებულები და რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. აი არც შენ და არც მე დღემდე არ მოგვისმენია ხელისუფლებიდან არც ერთი ნორმალური შეფასება, არც ერთი ნორმალური კვლევა იმისა, თუ აი ხვალ რო რაღაცა მოხდეს და შემოვიდნენ ეს ტოლვილები, ჩვენ რა ვშვებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებით გამტარი ქვეყანა, ანუ მესამე ქვეყანაში გადამამისამართებელი ქვეყანა და თუ ჩვენ თუ ვიქნებით ესე ვთქვათ მიმღები ქვეყანა. აი რა ვშვებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ტოლვილები შემოვიდნენ, საიდან შოულობთ ამ ხალხის შენ გამტარი ქვეყანა როგორ იქნები? სად ატარებ ერთი ეს მითხარი? ევროპა ჩაკეტილია შენთვის, ყველაფერი ჩაკეტილია. რუსეთს თუ მოინდომა რუსეთმა ვთქვათ მიიღება, რუსეთი ისედაც მიიღებს და კასპიის ზღვიდან შემოვლენ აზერბაიჯანიდან. რაღა უნდა გაიაროს ასომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანიდან პირდაპირ გამოვლენ კასპიის ზღვიდან და მიიღებს რუსეთი. შენ გამტარი შეიძლება იყო ევროპაში, არა ხარ? მაგალითად რა. და აქედან თურქეთი შეიძლება იყოს გამტარი ევროპაში. აქედან გამომდინარე გამტარი ვერ იქნები. ეს იგი ყველა შემთხვევაში მოგიწევს ან მიღება, ან უარის თქმა. ზარია ეთერში გიორგი. გავარჯობათ. მოგესალმებით. მოგესალმებით, შემოკარგო. ძალიან ცუდი ამბავია. მართლა საჩინელი ფაქტები მოხდა. მეზობელი ქვეყანა ეს ისტორიულად ვინ იყო რა იყო ამას არცებითი მნიშვნელობა როგორ არა აქვს მაგრამ ეს ხდებოდა ჩვენ და სამწუხაროდ ისტორიულად და ფათაშორის 200 წელზე მეტია ეს ქვეყანა თავზე არავის არ დასქმია როგორც დამპყრობელად ესე რა ვიცი არ მომისმენია და არ ყოფილა მე ვფიქრობ რაც შეეხება ახლა ტოლვილებს ფერეიდანელი ქართველები როდის რა მითხარით ბოლო 200 წელიწადი რა ჩვენ არავის არ დასკვიართ თავზე. არ დასკვია თავზე ქვეყნებს მეთქი ამას ვამბობ. ბოლო 200 წელიწადი? დიახ. ნუ ბოლო 200 წელიწადი არ გამოდის. ბოლო თავდასხმა იყო 1795 წელს, ხო? თუნდაც ეგრე იყოს, მაინც მრავალი წელია რომ თავზე არავის არ დასკვია. ეხლა მე საშუალება არ ქონდა. კი ბატონო, საშუალება არ ქონდა ზედაც არ არის ბატონო, ეგრეც არ არის. ეხლა საშუალება ვისაც ქონდა, იმას ის ხო დაერცხა თავზე. მე ჩემი აზრი მინდა ეხლა ცოტა რაღაც თქვა რომ ერაყის და ირანის ომი 90-იანის დასაწყისში ხო გახსოვთ? ერაყის და ირანის ომში ამერიკის ხელია იქ ეხლა მე მაგის გასარჩევად და ძალიან ვთქვი დასვა ეხლა დასავლეთ და იმკეს არ ჭირდება. მე მახსოვს არა მე კალბატონო არავის არ ვიცავ, არ იფიქროთ რომ ან ვინმე ვიცავ. დავინახეთ ხალხმა. არ არის ამაზე ახლა მე არც ამერიკას ვამქუნე და არც ეს და არც მეორეს. უბრალოდ ფერეიდანელი ქართველები. კი ბატონო, ჩვენ ქართველები ვიხსენებთ იმათ როგორც ფერეიდანელი ქართველები, მაგრამ ეს ხალხი ჩვენ როგორ ვიხსენებენ ესეც არ ვიცით და ეს ხალხი არიან დღეს ჩვეულებრივი ირანელები. ახლა ისი თქმა მინდა. ისინი ჩვენი ახლა ის საწუნლებას გაატარებენ ან ჩვენ ენაზე და ჩვენ კულტურაზე იცხოვრებენ, ამაზე არ არის საუბარი და ეს არც მოხდება, მაგრამ ეხლა ფერეიდანელს შემოუშვებ და სხვას არ შემოუშვებ, ესეც არ მოხდება. უბრალოდ თავრობამ უნდა გადახრა 10,000-ობით ადამიანი მოგადგენს დაუშვათ ქალები, ბავშვები, გამოქცეულები, შეიძლება არ ვიცი, ჩემზე უფრო თქვენ იცით, უნდა შემოვისვან ქვეყანაში თუ არ უნდა შემოუსვან, მაგრამ ეს უნდა იყოს გათვლილი და უნდა იყოს კანონზომიერი, რა თქმა უნდა და რაც შეეხება ახლა კიდევ ირანში რეჟიმის შეცვლას რეჟიმს ახლა იქ არიან სიელები დაახლოებით სადღაც 30 მილიონზე მეტი მაცხოვრებელი ადამიანი და ახლა ვერ გავიგებ რადგან ისრაელმა დააწყა მოინათლებიან და ურიები გახდებიან ისინი მე არ ამგონია და აქ არ არის მარტივი არის ომი და არის ბრძოლა თავიანთი დემოკრატიისათვის რომელიც დაირღვა ირანში აი ეს არის ჩემი აზრი დაარღვიეს ირანში დემოკრატია დაარტყეს ამ ქვეყანას და არის დღესდღეობით ომი და ღმერთს მშვიდობა ქნას ყველა ქვეყანას უსურვებ
მშვიდობას და ეს მშვიდობა ყოფილიყო სოფლიოში. დანარჩენი თქვენი აზრი თქვენ შეგიძლიათ თქვათ, იმიტომ რომ ეხლა ისე რომ აიათოლა ხამენეი ვიღაც ყველი იყო და რქიანი კაცი იყო, ეს არის, კაცი იყო თავისი საზრუნოების მიმდევარი და იცავდა თავის საზრუნოებას და ყავს თავისი მიმდევრები, აგერ შევხედეთ მილიონობით ადამიანია გამოსული არა მარტო ირანში, არამედ სხვა ქვეყნებში მისი დასაცავა და ასევე უკვე მის ადგილზე მოსულია სხვა და თუ ის აიათოლა ხამენეი არ იქნება, სხვა იქნება. და თუ მარტივად დაამარცხებენ ამ ირანს, აგერ შევხედავთ. მადლობა ქალბატონო. მადლობთ. ხო, ზარისთვის უბრალოდ რაც შეეხება ეტაპობრივად მივყვეთ, რაც შეეხება ფერედნელ ქართველებს თქვენ არ იცნობთ, მაგრამ მე შენახვედრი ვარ ჯერ კიდევ 2005 წელს, როცა ჩამოვიდნენ საქართველოში და მაშინ საკრებულოში ვიყავი და მივიღეთ ეს ჯგუფი, ხალხი საუბრობს ქართულად. კი, გასაგებია, რომ ეს არ არის ის ქართული, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ხალხი საუბრობს ქართულად, წარმოიდგინეთ, რამდენი ხანია ცხოვრობს ირანში და ინარჩუნებს ენას, იმიტომ რომ და კულტურას. ეხლა თქვენ როდესაც ამბობთ, რომ ფერეიდნელები არ შემოუშვათ და სხვები არ შემოუშვათ, გიორგიმ თქვა უკვე, მე მგონი ორჯერ თქვა გიორგიმ, რომ ფერეიდნელები ქართველები არიან. ჩვენ გარკვეული ვალდებულება გვაქვს და რა გეტყვით რატო? ეს ისტორიული ვალდებულებაა, ქალბატონო, თქვენ თუ არ გესმით, თავის დროზე, როდესაც საქართველოდან დაპყრობილი ერის ნაწილი ნახირივით გადაიყვანეს ირანის სპარსეთის ტერიტორიაზე და იქ დაასახლეს, ქართველებს ეს არ უნდოდა. ეგ შეიძლება დღეს ვიღაცა გეუბნებათ, რომ ქართველები თავიანთი ნებით წავიდნენ იქ, არა. არ უნდათ, გადასახლება მოხდა. ტყვეთ აღმოჩნდნენ, აგამ ახმად-ხანის ხელში აღმოჩნდნენ და გადაიყვანეს სპარსეთის ტერიტორიაზე და იქ ცხოვრობენ, ინარჩუნებენ ენას, კულტურას და მუდმივად საუბრობენ საქართველოზე, როგორც საკუთარ სამშობლოზე. დღეს წარმოიდგინეთ, მე რამდენი თაობაა, ხო უკვე? და დღეს მაინც ისე იზრდებიან ოჯახში, რომ საქართველოზე, როგორც სამშობლოზე, ისე საუბრობენ. თქვენ გვეუბნებით, რომ არ არიან ქართველები. შეიძლება ბევრ ქართველზე უფრო მეტად ქართველია ის ადამიანი. ეხლა ფერეიდანელ ქართველებთან რელიგიური საკითხის წამოწევა არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, იმიტომ რომ მათ მე არ მინახავს ახლა გიორგი 2004-შიც და სამედიცინო ინსტიტუტში მე როცა ვსწავლობდი, ძალიან რამოდენიმე ყავდა ჩვენ ფერეიდნელი ქართველი ჩვენთან სწავლობდნენ სამედიცინოს. აი არ არსებობს ფერეიდანში, ყოველ შემთხვევაში, აი მე რაც ვიცი, არ არსებობს ფერეიდანში ქართველი, რომელიც შიგნით ქრისტიანად არ იყოს დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს სხვა აღმსარებლობის არის. და ახლა ჩვენ საქართველოში აგერ ამხელა ესა რა ქვია რელიგიის აღმსარებლობის თავისუფლება გვაქვს. არა, ჩვენთვის არ წარმოადგენს. ამხელა აგერ მარნეულში ყავს ჩვენ ამხელა ესა რა ქვია აზერბაიჯანული დიასპორა მუსულმანური, რომელსაც არასოდეს პრობლემა არ შეუქმნია არ ჩვენი რელიგიისთვის, არ ჩვენი კულტურისთვის, არც არაფრისთვის. ეს ჩვენი ხალხია და ჩვენ მივიღებთ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენთვის გაუცხოვებულ ტრადიციებზე, არაბულ ტრადიციებზე, იგივე იმ ირანულ ტრადიციებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აქ ჩვენ ძალიან დიდ საფრთხეებს ხედავთ, ქალბატონო. ეს ერთი და მეორე, ირანი და დემოკრატია ცოტა სხვადასხვა რაღაცაა, რა ქვია. ხო, აი მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ირანული დემოკრატია იყო, ირანში დემოკრატია იყო და აიათოლა იყო ესეთი თავისი ქვეყნის პატრიოტი, თავისი ქვეყნის პატრიოტს თვეში ყველაზე ცოტა 100-150 სიკვდილით დაჟა ქონდა პოლიტიკურად მიუღებელი ხალხისა, ხო, იქ ძალიან ცუდი მაგალითია ეს ჩემთვის პირადად, მაგრამ ახლა ეს თქვენი ნებაა და ჩვენ იმიტომ ვსაუბრობთ აქ, რომ გიორგი შეიძლება თვითონაც თვლიდა, რომ ეს პატრიოტული ნაბიჯია, ხო, რომელსაც ის დგამს. ასევე თვლიდა, ეს გასაგებია, რომ ადამიანი, რომელიც რაღაცას აკეთებს, შეიძლება მართლა აკეთებს, იმიტომ რომ თვლის, რომ ეს არის სწორი გზა და ამ გზით უნდა იაროს, მაგრამ უმრავლესობა თუ ამ გზას არ ეთანხმება, უნდა გაითვალისწინო, კი არ უნდა დასაჯო, უნდა გაითვალისწინო. საქართველოშიც იგივეა. შენ შეიძლება ხელისუფლებას მართლა უნდა რომ
თქვა საქართველოს აღორძინდეს, ხო? და რაღაც ნაბიჯებს ჩადის და რაღაც საქციელებს ჩადის იმისათვის, რომ ეს მოხდეს. მაგრამ თუ უმრავლესობა არ გეთანხმება ამაში, უნდა გაითვალისწინო და როდესაც შენ ამბობ, რომ მე უმრავლესობას არ ვითვალისწინებ და აგრძელებ სვავციხეში, ვთქვათ, სცემ, რა ვიცი, ზოგიერთ ქვეყანაში კლავენ და ასე. ეს უკვე არ ნიშნავს იმას, რომ შენ პატრიოტი ხარ, ვინაიდან შენ თვლი, რომ სწორ გზას ადგახარ. ანუ ეს შეუთავსებლობა ზოგადად აზრებში უმრავლესობასა და ხელისუფლებას შორის არ უნდა არსებობდეს. მაშინ მოხდება თანხმედრა აზრების. იგივე ახლა უნივერსიტეტები ავიღოთ. ჯერ დაიწყეთ უნივერსიტეტების თემა და მე ამბობთ, რომ კარგი, კი ბატონო, კარგი, არ მოხდება გაერგი, რას ნიშნავს არ მოხდება? აბა რაღაცა დაიწყეთ. თქვენ შესწავლილი უნდა ქონოდათ ყველაფერი, უნდა დათანხმებული იყო ყველა ის პროფესორი, ყველა თუ არა უმრავლესობა პროფესორების და სტუდენტების და მთელი ამბავი რაღაც და იმის შემდეგ უკვე ღია განცხადება უნდა გაეკეთებინათ და ბოლომდე მიგეყვანათ ეგ საქმე. გამოდის რა, რომ ორმა კაცმა რაღაცა გადაწყვიტა, მიიღო გადაწყვეტილი კანონიც მიიღო, ბრძანებაც გამოსცა ყველაფერი, მე აღმოჩნდა რომ თურმე სრულ უმრავლესობას ეს არ სურს და არასწორია და დაუმტკიცეს რომ არასწორია და მე ამბობ რომ კი ბატონო, კარგი, მაშინ კარგი, აი დავიხებთ უკან, პრობლემა არ არის. ესე იგი ბევრ კანონზე არ ფიქრობთ ჯერ და ისე არ აკეთებ და არ იღებთ ამ კანონებს. ბევრ ბრძანებაზე არ ფიქრობთ. უბრალოდ იღებთ ბრძანებებს და ახორციელებთ. სადღაცას ხვდებათ წინააღმდეგობა, სადღაცას არ ხვდება. ეხლა ძალიან ბევრი კანონია, უაზრო კანონია მიღებული საქართველოში. მოვა ახალი ხელისუფლება, რომელიც იქნება მართლა უფრო მეტად ლოიალური უმრავლესობის მიმართ, ის გააუქმებს ამ კანონებს. და თუ კონსტიტუციური უმრავლესობა არ ექნება, მაგრამ მოხდება კონსტიტუციური კოალიციური ძალების მიერ უმრავლესობა, თუ აღმოჩნდება და ყველა იქნება საღად მოაზროვნე, კონსტიტუციაში ბევრი კონსტიტუციიდან რამოდენიმე ჩანაწერი ამოვარდება და რამოდენიმე ჩანაწერი ჩაიწერება, რომელიც სამომავლოდ არ მისცემს არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ძალაუფლების ჩაგდების საშუალებას. უზურპაცია ანუ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ყოველთვის თქვა ხელისუფლება თავიდანვე თვლის, რომ ის დიქტატორია და დიქტატორული გზით მიყავს საქმე. არა. უბრალოდ შენ რო თვლი, რომ რაღაცა გზა არის სწორი, ეს მხოლოდ შენთვის არის სწორი. და უმრავლესობისთვის თუ ეს გზა სწორი და გამოსავალი არ არის და შენ არ ითვალისწინებ, მაშინ ხარ დიქტატორი. თორე შენ თუ გაითვალისწინებ, დიქტატორი არა ხარ, ბუნებრივია. და ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენ ვხედავთ, რომ მასების გათვალისწინება არ ხდება. ზარია ეთერში გიორგი უპასუხოთ და მე იმას გააგრძელებ. გისმენთ, ისაუბრეთ. ანუ გისმენთ. გამარჯობა სტატისტიკურებს. მოგესალმებით. ბატონო გიორგი. დიახ. ადრეს გელაპარაკეთ ჩვენ სააკაშვილზე და აი ახლა ხო დააწმუნდი თქვენა რომ თავათვე გამაცხადა მე თო ეს მასწავლი გამაგონი ეს მამულში რაც ახლა ირანში ხდება ბატონო გიორგი რაც ეკაცი მოიდა ერის განადგურება უნდა სხვა დამპრობლემს არ უნდა ისე როგორც მაგას სამწლიანად ერის განადგურება რატომ არ ასმაინ მოხმედეთ რატომ არ მოაშორეთ მაგას ამ საერთოდ ამ თვითოცხლიდან უნდა იცოდა რამდენი რამ დაგვიწევა რამდენი განადგურებს აი ვერ გაიძულო და მაინც ასპარო მერცო ეს ხმატები გამაგო თავის ოჯახში გაიმუნოს ეგეთი ხმატები მენანები ეგე მაგისტრი ეგრება ეგ ვინ არის რა კაცი არის კაცო განადგურა შემოსულიდანაც რა კაცო ეხარი და მე დაგვეხმარე მე თქვენ ძალიან დიდ პატივს აქვს დაწუნებული ვიყავი რომ თქვენ უნდა გაგემართოთ და პრეზიდენტად თქვენ ახსნილი შეხედულების წოდნის ყველაფერი სიყვარული სამშობლოს არავინ მილიონები და მილიარდები წაიღო მაგას არავინ არ ედავება რაღაცი მეერზე პარადიზზე და იმერზე ედავებიან მაგას რაზე უფილდებით რაზე ყავს კულორზე და დასასვენებლად და ორი შვილი გააკეთა რაც ბიომეტრის კლინიკაში იყო ეგ არის ახლა ციხეში ბატონო ერის განადგურება რომ ძალიან მაინტერესებს აზრი მაგასე და ბატონო ეგ მაგას რომ ეგ რომ უმეც არ ახლა მოიდეს კიდევ ხელისუფლებაში რა გვიზამს მაშინ ის
ისედაც უკვე განადგურებულია. გასაგებია ბატონო. დიდი მადლობა. მიშა სააკაშვილმა დაწერა რომ ეს ხმათკბილი გამაგონე ჩემს მამულშიო, იმაზე რა ქვია ირანის ამბებზე და მიშა სააკაშვილი არის. ბატონი ამბობდა რომ რა ვქნათ ხა ორი შვილი გააკეთა ციხეში და ყურონზე ყავთ გაშვებულიო და რა ვქნათ ხა ბატონო ჩემო აი რა გითხრა ბატონ შეგვიძლია უთხრათ რომ ამ თემაზე სერიოზულად ნუფიქრობთ გაცილებით უფრო მეტი საფიქრალი გვაქვს ჩვენ ვიდრე ის თუ რას დაწერს ან რა სიტყვის ვერ მოbrunდება ბატონო ღმერთმა არქნასო რომ არ მოbrunდესო და ვერ მოbrunდება ვერანაირად ვერ მოbrunდება წარმოუდგენელია მისი მოbrunება იმიტომ რომ ჩვენ არც ერთი არა ვართ იმის მომხრე რომ საქართველოში ან რევოლუცია მოხდეს ან ჩვენ ვართ აი სრულად დემოკრატიული არჩევნების და ღია არჩევნების ჩატარების მომხრე ეს როგორც ცივილიზებულად დემოკრატიული ქვეყანაში ხდება ხა როცა ირანს დაარტყეს ხა ირანს მაგას ეხვეწებოდნენ რომ დამოუკიდებელი და რა არ ეხვეწებოდნენ ესა სოფლიოს ქვეყნები თუ როგორ იყო კაცო დემოკრატიული არჩევნები ჩაატარეს შეაჩერე ისინი ეს რა ქვია ვირტუალური პროგრამა და ასე შემდეგ იმიტომ რომ ხა გიჟის ხელში ატომური ბომბი არის საშინელება თორე ხა ეგრე პაკისტანი მუსულმანური ქვეყანაა და მას აქვს ატომური იარაღი მაგრამ ახლა ცივილიზებულმა სამყარომ იცის რომ პაკისტანი არის ადეკვატური ქვეყანა არ არის ახლა ეს რა ქვია ეს ქვეყანა როგორც არის ირანი ხო ამიტომ ცოტა სხვანაირად უნდა მიუდგეთ ამ ყველაფერს მე ასე მგონია და ასე მჯერა რა კი ბატონო ზარი ეთერში შემოვიდა გამარჯობა სტუდია მოგესალმებით მე მაქვს შეკითხვა ჩვენ ფრანგ მეგობართან კი ბატონო შეკითხვა ასეთი რატომ არ არის საფრანგეთში თავისუფლების მოედანი გურა არა მოსკოვი გასაგები არის წითელი მოედანი ყველა რესპუბლიკაში არის თავისუფლების მოედანი მაგრამ საფრანგეთში პარიზში არ არის თავისუფლების მოედანი რატომ იმიტომ რომ საფრანგეთი არის პირველი რესპუბლიკის და შემქმნელი ქვეყანა და ევროპაში ესე ვთქვათ ახლა მე არ ვამბობს ესა რა ქვია ათენის რესპუბლიკაზე არ მაქვს საუბარი თანამედროვე ცივილიზაციაში და თავისუფლება და რესპუბლიკა ფრანგებისთვის არის ერთი და იგივე ამიტომ რესპუბლიკის მოედანი ლა რეპუბლიკ არის ყველა ქალაქში ანუ იგივე რასაც თქვენ ბრძანებთ და საფრანგეთი ბატონო ჩემო თუ თავისუფლების მოედანი არ აქვს და მას რეპუბლიკა ქვია ხო რესპუბლიკის მოედანი ქვია საფრანგეთი ეს არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო ქარტიის ქვეყანა, რომელმაც 1789 წელს მიიღო თავისუფლების ქარტია, რომლითაც ჩვენ დღესაც ხელმძღვანელობთ ყველა ქვეყანა, რომელიც დემოკრატიაზე აცხადებს პრეტენზიებს. კი ბატონო. ზარია კიდე შემოუშვით. გამარჯობათ. მოგესალმებით. გვიან შემოგიერთით. მაგრამ ვცდილობ თქვენ გადაცემას ვაგევნო თვალი. ეხლა ერთი შეკითხვა მაქვს ბატონ გიორგი ფობხაძე, ხო? ბატონ გიორგი, საფრანგეთში დემოკრატია ყვავის? პრეზიდენტს რომელსაც ის ვერ გაუგია, ცოლად კაცი ყავს თუ ხალი. ეს ერთი. დამისახელეთ ერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც დემოკრატია კურს. ეს ერთი. ეხლა მეორე. აი თუ გინდა ირანული ამბები, აქეთა ბატონო გიორგისთან გადმოვდივარ, ძალიან დიდ პატივცემ ბატონო გიორგი. ძალიან დიდ. მთელი ოჯახი ამოუწყვეტეს იმა აითოლა, არ ვიცი, ეხლა უკვე ამათი სახელები უნდა იმახსოვრო კიდე. ოჯახის წევრის სახელები დაგავიწყდა, ისეთი უბედურება ხდება მთელ მსოფლიოში. ხო და როგორ აფასებთ ამას ყველაფერს? დავიწყოთ ვიეტნამიდან. ვიეტნამში ცეცხლის წვიმა ვინ ჩამოყარა? იაპონიაში ვინ დაბება ის რა ქვია? იმის შემდეგ იაპონიაში წესიერი ბავშვი არ დაბადებულა.
ჰიროსიმა და ნაგასაკი. იუგოსლავიაში უდანაშაულებელები მიხორცა. არაბული რევოლუციები ვინ მოაწყო? აი რუსთაველზე რახდებოდა შარშან და შარშანთი. ანას ვინ გიწყობდა ბატონო გიორგი? ორივეს გეკითხებით ამას. კი ბატონო, გიპასუხებთ ქალბატონო ეს ერთი არ გამითიშოთ, არ გამითიშოთ. არ მითიშოთ. სუფლებაში. რა შეზამდით, რაშად დღეს ოპოზიცია ქვია. ეს არის ოპოზიცია. ეს არის აკაცუკები, ხო? კობახიძემ გაისახელი დაარქვა. აკაცუკები. და რას ნიშნავს აკაცუკები? შეგიძლიათ მითხრათ? რომელ გაუგიათ აგზავნეული ხალხი. საიდან მოდის სიტყვა აკაცუკები? საიდან მოდის? სტადიან დეგენერატი? არა, საიდან მოდის ეგ სიტყვა აკაცუკები, ქალბატონო? ეხლა კიდე შეიკრიბნენ, ხო? 0+0 უდრის 0. ეს ხალხი ხო ნოლია, ბატონო გიორგი. აი თქვენ ვიზეთ მთავრობაში როგორ მოეწოდით ამნაირ მოღალატეებს. ესენი ხო მოღალატეები არიან. ესენი ხო შიდა აგენტები არიან. მიპასუხეთ. კარგით, არ გახვიდეთ ეთერიდან ქალბატონო ერთი წამით. სანამ გიპასუხებდეთ ამ ყველაფერზე, ერთი კითხვა მაქვს ჯერ. თქვენ გიორგი პასუხს გაგცემთ ბუნებრივია, მაგრამ მე დარწმუნებული რომ გიორგისაც აქვს ეს კითხვა. თქვენ როდესაც ამბობთ, არის თუ არა დემოკრატია, ან სად ქუხს, ან რა დონეზე დემოკრატიაში რას გულისხმობთ, ეს გითხარით და რომ მე პასუხი გაგცეთ. სადაც ადამიანის უფლებები დაცულია. სადაც ტელევიზიები თავისუფლად მუშაობენ. აი როგორც დღეს ჩვენთან მუშაობენ და რა გვიქნეს იხედავ აგე. ტელევიზიები და რადიო პოსტივი დასარჩენებულია. ვინ ეკითხება ინგლისად, ბრიტანეთს, მიაკ რას მოусმენ. როგორ შეიძლება ვიღაცა უცხო ქვეყანა აშაქციდან ქართულ ტელევიზიას? კი ბატონო, მაგრამ ისმის კითხვა. როგორ იცინით ბატონი გიორგი? ბატონი გიორგი, ხო, ნუ რატო იცინით თვითონაც გვეტყვის, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვა იყო დასმული. მე არ ვიცი, მე დავიწყო თუ ჯერ ბატონმა გიორგიმ დაიწყოს პასუხის გაცემა. ორივე ძალიან დიდ პატივს გაიხარეთ. გიორგი, მოდი იცი როგორ ავქნათ? მე მოკლედ გავცემ პასუხს, მოკლედ. და მე უკვე შენს ნაწილში ევროპას მე არ შევეხები. კი, რაც შეეხება ქალბატონო არაბულ გაზაფხულს, რაც შეეხება იგივე ერაყში შესვლას, რაც შეეხება იუგოსლავიას და თქვენ კიდე რა მან დაახსენეთ კიდე რაღაცეები. კი ბატონო, დასავლეთმა დაიწყო ეს ყველაფერი და ჩვენ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია. თანაც იუგოსლავია ისე დაბომბარო, გაეროს სანქცია არ ქონდა. და ჩვენ ეს ვთქვი და ვამბობთ ყოველთვის. მაგალითად, რომ მოიყვანეთ ეს ამბები, მე უბრალოდ არ მესმის აქ კონკრეტულად ირანთან დაკავშირებით, რატომ მოგაქვთ ეს მაგალითი, იმიტომ რომ რა უფლება ქონდა, თქვათ, ამერიკას რომ დაებომბა ირანის ტერიტორია, ხო, ანუ სუვერენული სახელმწიფო. ალბათ იმიტომ მოიყვანეთ მაგალითად. გასაგები, აქ საუბარი მიდის თავის დროზე მიდიოდა ატომური იარაღის შექმნაზე, ანუ ატომს ამუშავებდნენ, ამდიდრებდნენ და ურანს ამდიდრებდნენ და შეეძლოთ რომ მიეღოთ პირველ ეტაპზე ჭუჭყიანი ბომბი ქვია ამას და მე უკვე თუ გამდიდრდებოდა იმ დონეზე, რა დონეზეც იყო საჭირო, მე მიიღებდნენ უკვე ჩვეულებრივ ატომურ იარაღს და ნუ ამის შესახებ თავის დროზე სანქციები დაადო დასავლეთმა ამის შესახებ აცნობა ირანს რომ შეწყვიტეთ ეს სამუშაოები და ნუ გარკვეულწილად ეს არ იყო შეწყვეტილი. რა თქმა უნდა, ეხლა მე რომ მკითხოთ, მე არ მჯერა რომ ეს ამის გამო ხდება. აქ ხდება ბევრი რამე ნავთობის გამო, ბევრი რამე ხდება მსოფლიოში ძალის დემონსტრირების გამო. კი ბატონო, დასავლეთი ამას აკეთებს. მაგრამ თქვენ გადახვედით თემიდან თემაზე, რომ დასავლეთი ცუდია, ნუ თქვენი აზრით, ეხლა რაც თქვენ თქვით, დასავლეთი ცუდია და ის ხალხი, რომელიც დგას ქუჩაში, ესენიც ნოლები არიან და ცუდები არიან, აკაცუკები და თანაც სიტყვა აკაცუკები, მე რო გკითხეთ, საიდან, თქვენ უბრალოდ გაიგეთ ეს სიტყვები და ნუ მოგწონთ ეგ სიტყვა და ამას ატრიალებთ. სინამდვილეში აკაცუკი, თუ კი ჩვენ იმ
ეთიმოლოგიას მივყვებით, რომელიც მართლა ეკუთვნის ამ სიტყვას, იაპონური სიტყვა, განთიაც ნიშნავს და ნიძების და სამურაებთანაც არის კავშირი, მაგრამ ძირითადად ნიძების. ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდები ძირითადად, რომლებიც კარგავენ პატრონს ან სამშობლოს ან რაღაცას და მერე იკრიბ და სხვადასხვა მერე დავალებას ასრულებენ უკვე სხვა ადამიანების იმ ლეგენდებში. ხო, სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ ექცევიან და მათ დავალებებს ასრულებენ. იმ კონკრეტული მიმართულებით თუ შევხედავთ, ეგ ცუდი სიტყვა არ არის, ამიტომ რატო დაარქვეს ამათ აკაცუკები არ ვიცი. ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ სხვისი ადამიანების დავალებას ასრულებენ. თუმცა ეს მგონი მათთვის შეურაცხყოფა არ არის. კარგი, ამას თავი დავანებოთ. ცუდია თუ კარგია ადამიანს უნდა გქონდეს ქალბატონო იმის საშუალება რომ გამოხატოს თავისი აზრი ნებისმიერ მოვლენასთან დაკავშირებით. არ მოსწონს და უნდა რომ თქვას რომ არ მოსწონს, მას ამის საშუალება უნდა გქონდეს. მოგწონთ თქვენ ეს, მე მომწონს ეს თუ არ მომწონს, არ აქვს ამას მნიშვნელობა. აი თქვენ ხო ეხლა დარეკეთ და თქვით ეს ყველაფერი რაც გინდოდათ. აი წარმოიდგინეთ რომ ამის უფლება არ აქვს. ეხლა თქვენ კითხულობთ რომ რატო დაასანქცირეს სახელისუფლებო ტელევიზიები. ყველგან არის ეს ტელევიზიები. არ არის ყველგან ქალბატონო კონკრეტულად პროსახელისუფლებო ტელევიზიები, რომლებიც ყველგან არ ხდება ასეთი რაღაცა. უბრალოდ არის ტელევიზია, სადაც იწვევენ სტუმრებს, ზოგი არის პროსახელისუფლებო, ზოგი არის ოპოზიცია და ყველა ობიექტური აზრი გამოაქვს მსმენელს, იმიტომ რომ ხედავს ხელისუფლების მხარდამჭერს, ხედავს ოპოზიციის მხარდამჭერს და მათ დებატებს. და არა მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდას. ეს პროპაგანდა არ უნდა ხდებოდეს წესით. და თუ დაასანქცირეს, ეხლა თქვენ აი ისმის კითხვა, მე შევწუხდი რა უფლება აქვს ინგლისს, რატო არა აქვს? აი მაგალითად არის ტელევიზია, საქართველოს ტელევიზია და დაასანქცირა ინგლისმა. რატო უნდა ვწუხდებოდეთ ამაზე ზოგადად? თუ არის საქართველოს ტელევიზია და მუშაობს საქართველოში, მას ეს პრობლემა არ უნდა აწუხებდეს. ინგლისში ხო არ გადის მათი ეთერი. მაგრამ თუ რეკლამა არ შემოდის, თუ ბანკები აღარ მოემსახურებიან და ასე შემდეგ, ეს უკვე პრობლემას უქმნის. მაგრამ ინგლისიც გეუბნება მუდმივად შენი ტელევიზიიდან მარტო ერთი მიმართულებით, მარტო ერთი პოზიციის პროპაგანდა რომ ესმის, მე არ ვთვლი რომ შენ დემოკრატიას მხარს უჭერ ან დემოკრატიას აპროპაგანდირებ. არა, შენ ხარ სახელისუფლებო ტელევიზია, მე შენ გასანქცირებ. ამაში უჩვეულო და არალოგიკური არაფერი არ არის. ტელევიზია არ უნდა იყოს არც პროსახელისუფლებო, არც ოპოზიციური. აი აქ რომ რეკავენ ხოლმე, თუ უყურებთ ქალბატონო, აქ რომ რეკავენ და ჩვენ პრეტენზიას გვიცხადებენ. ჩვენ ადრე თქვენ გვერდში გედექით და თქვენ ახლა ისე საუბრობთ, როგორც ნაცმოძრაობა, ან როგორც პროდასავლური და ის. ვეუბნები ერთი მაგალითი მომიყვანეთ ჩვენი პოზიციისა, სადაც ჩანს რომ ჩვენ ვართ პროდასავლური ან აი თქვენ რო ამბობთ რომ ევროპასთან კავშირი უნდა გქონდეთ. ვეუბნები თავიდანვე 20 წელს, 16 წელსაც, 2016 წელსაც რო შევედით პარლამენტში, 2017-ში რო ჩავედი მოსკოვში, ვაშინგტონიდან ჩავფრინდი იქ. მაშინაც საუბრობდით რუსეთთან აუცილებელია ურთიერთობა, მაგრამ დასავლეთთანაც ურთიერთობა აუცილებელია. ჩვენ არ ვცვლით ჩვენს იდეოლოგიას და პოზიციებს, მაგრამ თქვენ როდესაც ამბობთ რომ არა თქვენი ტელევიზიიდან ისმის კი ზოგიერთი საუბრობს ესე ზოგიერთი ზუსტად ამას ქვია ობიექტურობა რომ ამ ეთერიდან ისმის როგორც ზოგიერთი აკეთებს პრორუსულ განცხადებებს ზოგიერთი პროდასავლურ განცხადებებს ზოგი აკრიტიკებს პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეთერში ზოგი მხარს უჭერს პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეთერში ამას ქვია ობიექტურობა და ვინმე რო თქვას რომ ეს არის პოლიტიკური პარტიის ტელევიზია უკვე კითხვას ვსვავ, როგორ არის პოლიტიკური პარტიის ტელევიზია, როცა თქვენ ერთდროულად გვეუბნებით, რომ სხვადასხვა აზრები გვესმის თქვენი ტელევიზიიდან და ამავდროულად ამბობთ, რომ თქვათ არის პარტიული ტელევიზია. ეს ხო ნონსენსია. აი ამ ობიექტურობაზე ვსაუბრობთ, ამ დემოკრატიულ მიდგომებზე ვსაუბრობთ, რომ ობიექტივში ყველას აქვს უფლება თავისი აზრი დააფიქსიროს და მაყურებელს ვისი აზრიც მოეწონება, იმ აზრს აყვება.
ჩვენ არ გვინდა რომ ვიყოთ უბრალოდ ობიექტივი არც იმის საშუალებას მოგწონს რომ კონკრეტულად პარტიამ რაღაც დაიკავოს ნიშა და მარტო ერთი პარტია აპროპაგანდირებდეს ერთ პარტიას აპროპაგანდირებდეს არა ჩვენ პირიქით ყოველთვის ვეუბნებით სხვადასხვა პარტიებსაც მობრძანდით დაგვიჯექით ვისაც უნდა დებატებში შემოდით ჩვენთან ვისაც უნდა თქვენი პარტიის პროპაგანდა გაციეთ ოღონდ რაღაც ზღრულ ფარგლებში იმიტომ რომ არ შეიძლება ტელევიზია ვერ ექცევა კიდევ ერთხელ ამბობ პარტიულ ტელევიზიად და აქედან გამომდინარე ანუ ზუსტად ობიექტივს მადლობას უნდა უხდიდეთ რომ ამ ეთერიდან ისმის სხვადასხვა აზრი და იმ ეთერებიდან მხოლოდ ერთი აზრი ისმოდა ყოველთვის ამიტომაც დასანქცირდა ამაში მე არ მომწონს პირდაპირ გეუბნები მე არ მომწონს როცა ვიღაცას ასანქცირებენ მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც არ მომწონს მაინც ქართველები არიან და არ მომწონს რომ საქართველოს მიმართ ასეთი რაღაც ხო სანქციებს იღებენ მაგრამ მე ამაში არალოგიკურს ვერაფერს ვერ ვხედავ და ის აღშფოთდება რატო ერევიან ჩვენ შიდა საქმეებში ყოველთვის გეუბნებით ასოცირების ხელშეკრულებაზე როდესაც მოვაწერეთ ხელი და არა მხოლოდ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ბევრ ხელშეკრულებებზე გვაქვს ხელი მოწერილი, სადაც ვალდებულება მოყვება იმ ხელშეკრულებას და ამ ვალდებულებას უნდა ვასრულებდეთ. და ამის გამო ზუსტად გვთხოვს დასავლეთი და ევროპა გვთხოვს ამ ვალდებულებების შესრულებას. ამიტომ ნუ აღშფოთდებით ხოლმე. ეს ყველაფერი გაიხსენეთ და ეს ვალდებულებები, სხვათა შორის არც მე და არც გიორგის ჩვენ თავზე არ აგვიღია და ხელი არ მოგვიწერია იმ ხელშეკრულებებზე. ამ ხელისუფლებამ ვაკრიტიკებდით პირიქით. ამ ხელისუფლებამ მოაწერა ხელი და მე მახსოვს გიორგის განცხადებები, მახსოვს ჩვენი ლიდერების განცხადებების და მათ შორის ჩემიც. როცა ვეუბნებოდით რას აწერთ ხელს, კარგად დაფიქრდით ამ ვალდებულებებს ვერ შეასრულებთ. მაგრამ ნუ აი მაშინ ესე უნდა და დღეს სხვანაირად უნდა. გიორგი კი ბატონო, ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, ამიტომ გითმობ სულ შენ. კი, არქი, დიდი მადლობა. საერთოდ რას ნიშნავს აყვავებული დემოკრატია, იდეალური არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე, ყველაფერი შედარებითია სამწუხაროდ და მიზეზშედეგობრიობაზე არის ჩვენი სამგანზომილებიანი სამყარო აგებული, ხო? აყვავებული დემოკრატიაზე თუ ჩვენ საუბრობთ რომელ ქვეყანაშია ევროპის რომელ ქვეყანაშია საერთოდ ესე არის გამოთქმაც გვაქვს ქართველებს რომ მეზობლის ბალახი უფრო მწვანეა ვიდრე ჩვენთან არის ხო ესე მგონია არა მე უბრალოდ მარტივ კითხვას დაგისვავ სიტყვის თავისუფლება აი მაგალითად საფრანგეთზე ვისაუბროთ სიტყვის თავისუფლება არის საფრანგეთში რა თქმა უნდა არის სასამართლო არის თავისუფალი რა თქმა უნდა სასამართლო არის თავისუფალი კი არა სასამართლოა ყველაზე დიდი თავისუფლების გარანტი იმაში რა ქვია საფრანგეთში იმიტომ რომ მე რომ ვინმე რაღაცა ემასნას რა ქვია დამაბრალოს მე წავალ და ემას რა ქვია უჩივლებ სასამართლოში რა ის კალბატონი რასაც ამბობდა ვერ გაუგია მაკრონს ქალი მოიყვანა თუ კაცი მოიყვანა ხო ჩვენ ამაზე თავისუფლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ თქვა უთხრათ მაკრონს რა გაარკვია ქალია თუ კაცია ეგ შენი ცოლი და იმ მაკრონს აქვს უფლება წავიდეს სასამართლოში და იჩილოს არა ისე როგორც საქართველოში მიიღეს კანონმდებლობა რომ ემაზე რა ქვია ქუჩაზე დგომა არ შეიძლება ამ Facebook პოსტის დაწერა არ შეიძლება ის ამბობს რომ მე რახან ეს მეუბნება Facebook პოსტია თუ რაღაცა ესა რა ქვია განცხადება მოდი წავიდეთ სასამართლოში და იმან ეს მე დამიმტკიცოს იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ეს არის ჩემი ცილისწამება ჩემი და ჩემი მეუღლის ხო ისინი მიდიან და არჩევენ ამას სასამართლოში იყო შემთხვევები როცა მაკრონის ცოლმა იჩივლა და რამოდენიმე შემთხვევა იყო რომ იქ ესა რა ქვია ჯდებოდა ზუსტად თავისუფალი აზრის გამოხატვის ემაში რა ქვია კრიტერიუმებში და არ იყო არც ცილისწამება და არაფერი კი ბატონო ჩვენ ხელისუფალსაც შეუძლია ესა რა ქვია გვიჩივლოს ჩვენც მივიდეთ სასამართლოში და დავამტკიცოთ ან წავაგოთ ეს სასამართლო მაგრამ არა ისე როგორც ესენი ახლა ლაშა ჩხარტიშვილი ჩააჯინეს იმის გამო რომ ვიღაცას ესა რა ქვია 5 დღე დასაჯეს ჩააჯინეს ციხეში იმის გამო რომ ვიღაცის პოსტზე დაწერა რაღაცა კომენტარი რომელიც ამათ არ მოეწონათ ესე არ ხდება კალბატონო ასე რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნებიც ნამდვილად არსებობენ და არის ეს ევროპა რაც შეხება ხა იდეალურია არაიდეალურია გიორგი მგითხრათ როდესაც ჩვენ ესენი აწერდნენ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ჩვენ აი მართლა ხმალა მოგებული ვიძახთ რომ გადაშალეთ ეს რა ქვია ხელშეკრულება და წაიკითხეთ რას აწერთ ხელს თორე ძალიან ცუდად შემოგიბრუნდება ეხლა ეს რა ქვია აღარ მოეწონათ ეს ყველაფერი და
დაიწყეს იმის უარყოფა, რაზეც თვითონ მოაწერეს ხელი და ძალიან ცუდად შემოუბრუნდათ, იმიტომ რომ იქ ვალდებულებები არის იმაში გაწერილი. თუნდაც იმ იმედის და ემის დასანქცირებაზე. ჩვენ არ შევსულიყავით ამ ვალდებულებებში, მაშინ არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ როდესაც შენ გეუბნებიან, რომ შენ ძმაო ასოცირების ხელშეკრულება და კანდიდატის სტატუსზე გააქვს აღებული ვალდებულებები, ამიტომ ერთი მიმართულებით შენი ტელევიზია არ უნდა მოქმედებდეს. ჯერ ერთი არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ნამდვილად საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც არის საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში და ასე შემდეგ და არ უნდა იყოს ვასილა ვიზია, რომელსაც სადაც ვასიკო მაღლაფერძე გადაწყვეტს რა გავიდეს ეთერში და რა არ გავიდეს ეთერში, ხო? და ესა რა ქვია, ვინ დაждდეს ეთერში და ვინ არ დაждდეს ეთერში. ეს უნდა იყოს ცოტა სხვანაირად მოწყობილი და გაკეთებული. ხო რა ვიცი აბა დანარჩენი ახლა ქალბატონმა რაც იკითხა ახლა მეცინებოდა და მეღიმებოდა ხა ირანზე ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ესა რა ქვია არაბული გაზაფხული მოიწვიე გააკეთეს შენ წარმოიდგინე გიორგი და არ უმტკიცდება დასავლეთს რომ არაბული გაზაფხული გააკეთეს იმიტომ რომ მაშინ ობამა იყო და ობამას ცოტა მართლა ნაკლებად აინტერესებდა ეს ყველაფერი და აღმოჩნდა რომ ის არაბული გაზაფხული არა იმის რა ქვია ამერიკელების გაკეთებული არამედ ძმები მუსულმანების გაკეთებული იყო რომელიც სხვა შორის თავისუფალ და დამოუკიდებელ იმას რა ქვია დასავლეთს დემოკრატიულ დასავლეთს ტერორისტულ ორგანიზაციებად ყავს გამოცხადებული ეხლა თუ ჩვენ იმაზე ლაპარაკობთ ქალბატონო ოპოზიცია არის ნული გეთანხმებით რომ ჩვენ ყავს ძალიან ცუდი ოპოზიცია და ძალიან სუსტი ოპოზიცია და მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე ქალბატონო რომ ჩვენი ოპოზიციის აი ეს პროდასავლურო ოპოზიციას რომელიც თავის თავს უწოდებს ზუსტად ის ხალხი არიან რომელიც ჩვენ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ვნახეთ და საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მათთან ნდობა ძალიან აქვთ ესა რა ქვია დაკარგული და არ არის მაგრამ არსებობს სხვა ოპოზიცია მამაცხონებულო შეხედეთ იმ ოპოზიციას რომელიც 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში არ ყოფილა და ნუ იმას ხა აკაცუკს როდესაც ამბობთ და ჩვენ ლაპარაკობთ დემოკრატიაზე იმ დემოკრატიულ სამყაროში გიორგი იმ აკაცუკსაც აქვს უფლება რომ გამოვიდეს ქუჩაში და იყვიროს შენც აქვს მეც ამაქვს და სულ ყველას აქვს და მაგაზე ვჭიდაობ და მაგაზე ვამბობთ რომ ბიჭო აქვს მას უფლება იყვიროს შენ ამას გაიგონებ თუ არ გაიგონებ ეგ უკვე შენი პრობლემაა არ გაიგონებ უფრო მეტად იყვირებენ ესენი გაიგონებ და დაუჯდები მოლაპარაკებაზე როდესაც შენ ამბობ რომ ირანს რატო დაარტყეს მოლაპარაკებებზე დამჯდარიყო შენ თუ ის ქუჩაში მოყვირალ ადამიანს არ მოусმენ და არ გაუგონებ და შენსაც მოახო თავზე არ გამოვა ძმაო ეგრე ცალკარში დათამაშები დემოკრატია არ არსებობს დემოკრატია ისევე როგორც ფეხბურთს და კალათბურთს და როგორც ჰოკეის ორივე მხარე თამაშობს ეს არის დემოკრატიის პრინციპი კი ბატონო ნუ ზოგადად ქალბატონს ჩვენ უკვე უთხარით მადლობა ზარისთვის და მინდა უბრალოდ უთხრა რომ დემოკრატია არის ყოველთვის შედარებითი სადღაცას უფრო მეტია, სადღაცას უფრო ნაკლებია ზოგადად, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვადარებთ შედარებას. რაც არ უნდა იყოს, დემოკრატიის მთავარი ფაქტორი არის თავისუფალი სასამართლო. თუ სასამართლო არ არის თავისუფალი, იმ სახელმწიფოში დემოკრატიაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია, ანუ არც უნდა ისაუბრო. პირველი და მთავარი ფაქტორი დემოკრატიისა ეს არის თავისუფალი სასამართლო. და ევროპაში ბევრ ქვეყანაში სასამართლო მართლა თავისუფალია და კლანური დაჯგუფება, რომელიღაც კლანური დაჯგუფება არ მართავს და ასე ვთქვათ, გავლენას ვერ ახდენს ვერც მოსამართლეზე, ვერც ზოგადად სასამართლო პროცესზე. ამიტომ არის თავისუფალი. სახელისუფლებო წარმომადგენელი არის დამნაშავე, სასამართლო იტყვის, რომ დამნაშავეა. იმიტომ რომ ის მოსამართლე მართლა არჩეულია და მართლა თავისუფალია. მას არ ეშინია რომ კლანი მას მოხსნეს. თავის დროზე იტალიაში გვახსოვს ჩვენ იტალიური მაფია, ხო, რომელიც იტაცებდა მოსამართლეებს, თქვა რაღაც, მაგრამ მაინც ამოვიდა იმ პრობლემებიდან იტალია და დღესაც იტალიაში თავისუფალი სასამართლოა. მე არ ვიცი ახლა კონკრეტულ პატარა რაიონებში რა ხდება, მაგრამ ზოგადად სასამართლო აქვს თავისუფალი. საფრანგეთში, გერმანიაში, ყველგან და ამიტომ თუ ზოგადად დემოკრატიაში ეჭვი გეპარებათ, ყოველთვის გადახედეთ სასამართლო სისტემას. თუ სასამართლო თავისუფალია, ესე იგი ისე თუ ასე, მათ დემოკრატიის საფუძველი უკვე არის ჩაყრილი.
თუ არ არის თავისუფალი დემოკრატიაზე ვეღარც ისაუბრებთ. გიორგი თუ არ მეთანხმები შეგიძლია ჩაერთო, მაგრამ ჩვენი რა თქმა უნდა, გეთანხმები კაცო. ჩვენი დრო ამოიწვა. აი ხო ხედავ, რამდენად ობიექტური და დემოკრატიული ტელევიზია გვაქვს. მე გააძლევ ჩემს კოლეგას ვაძლევ საშუალებას, თუ არ მეთანხმება, შეუძლია პირდაპირ თქვა, ამაში არაფერი ცუდი არ არის. მე ცალკე დაგირეკავ და ყველაფერს გეტყვი, ხო გიორგი? კეთილი. კარგი, მადლობა გიორგი, რომ დღეს მოახერხე ორივე ნაწილში იყავე, მოახერხე ამდენი დრო დაგვითმე. მადლობას გიხდი. იმედი მაქვს მომავალ ორშაბათსაც უკვე გოჩად შემოგვიერთდება და შენც ასევე მოახერხებ. მაყურებელს მინდა მადლობა უთხრა, რომ რეკავთ სხვადასხვა თემებით, სხვადასხვა აზრებით, ჩვენ გვიყვარს ჩვენი კრიტიკა. როცა თქვენ გვაკრიტიკებთ, ეს მოსაწონია და მისაღებია. თუ რასაკვირველია, საფუძვლიანია კრიტიკა. ახლა კი ჩვენი დრო ამოიწურა, მე ვემშვიდობები ჩვენს მაყურებელს, ვემშვიდობები გიორგისაც. შეგხვდებით, მე თქვენ შეგხვდებით ხუთშაბათს 6:30-დან 7:30-მდე. კარგად ბრძანდებოდეთ.